მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ეს არის ჩვენი ინტელექტუალური თამაშის რიგით მეორე გადაცემა, რომელიც დღეისთვის სრულიად შობა ახალ წელს ეძღვნება და თითოეული შეკითხვა, რომელიც ამ გადაცემის ფარგლებში დაისმება, იქნება შობა ახალი წლის თემატიკიდან გამომდინარე. დღევანდელი ჩვენი თამაშის მონაწილეები არიან სკოლა აკადემოსის მეოთხე კლასის მოსწავლეები ელისაბედ ფერაძე და იაკობ შუკაკიძე. ბავშვებო, წარმატებებს გისურვებთ და სანამ თამაში დავიწყებთ, ელისაბედ, მაინტერესებს მიგიღია თუ არა მსგავსი თამაში მონაწილეობა და რა შეგრძნება დღეს აღჭდომა. არა, მინირია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახლა ვიღებ. იაკობ, როგორ ფიქრობ, რამდენად მარტივი ან რთული შეიძლება იყოს შეკითხვები? მე ვფიქრობ, რომ შეკითხვები იქნება ადვილი. კარგით, მე წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თამაშს არ ყავს გამარჯვებული და წაგებული მხარე, აქ მეგობრობა იმარჯვებს და აბა თქვენიცით. მაშასე პირველი შეკითხვა. რა ეწოდება საახალწლო ფილმს, რომლის მთავარი პერსონაჟიც მშობლების წინდაუხედაობის შედეგად ახალ წელს ეულად დარჩენილი ბიჭია? A. მარტო ახალ წელს, B. მარტო ქალაქში, თუ G. მარტო სახლში. სამწუხაროდ ელისაბედ, შენ ტექნიკური ხარვეზის მსხვერპლი აღმოჩნდი, იაკობ ისმენ. მარტო სახლში. მარტო სახლში, აბსოლუტურად მართალი ხარ, თუმცა ვიცი რომ ელისაბედ გეცოდინებოდა ამ შეკითხვების პასუხი და ალბათ მოგწონთ ეს ფილმი. კარგი, მეორე შეკითხვა. როგორი თოვლია საუკეთესო თოვლის ბაბუის გასაკეთებლად? A. ხელოვნური თოვლი, B. სველი თოვლი, თუ G. შრალი თოვლი. იაკობ? სველი თოვლი. ეთანხმები თუ არა ელისაბედ? კი. რა თქმა უნდა, სწორია სველი თოვლი. მესამე შეკითხვა. რა ეწოდება წლის ყველაზე მოკლე დღეს? A. სავსე მთვარეობა, B. ზამთრის დღე, თუ G. ზამთრის ბუნიობა. ელისაბედ? ზამთრის ბუნიობა. აბსოლუტურად მართალი ხარ და ძალიან მიხარია რომ მსგავსი ტიპის შეკითხვებზე თქვენ გარკვეული და სწორი მოსაზრებები გაგაჩნიათ. შემდეგი შეკითხვა. ჩამოთვლილთაგან რომელია ქართული საშობაო საგალობელი? A. მრავალჟამიერი, B. ალილო, თუ G. თეთრი ციდან ფიფქი ცვილა. იაკობ? ალილო. აბსოლუტურად მართალი ხარ, რა თქმა უნდა, ქართული საშობაო საგალობელია ალილო. შემდეგი შეკითხვა, ძალიან კარგად მიდიხართ, ხომ არ ღელავთ? არა. ვინ ასრულებს საახალწლო სიმღერას All I want for Christmas is you? A. Celine Dion, B. Mariah Carey, თუ G. Selena Gomez. Mariah Carey. ყოჩა, აბსოლუტურად მართალი ხარ, ამ სიმღერის ავტორი არის Mariah Carey. შემდეგი შეკითხვა. საქართველოს რომელ კუთხეში აღნიშნავენ კალანდობას? A. სამეგრელოში, B. კახეთში, თუ G. გურიაში. ისმენ? სამეგრელოში. ამ შეკითხვაზე სწორი პასუხია ბავშვებო G. გურიაში. და დარწმუნებული ვარ დღეის შემდეგ გეცოდინებათ ამ შეკითხვაზე პასუხი და იმედია ოდესმე მოხვდებით აი ამ ჯადოსნურ მხარეში და აი ამ კალანდობასაც დაესწრებით. ახლა კი ვიდეო შეკითხვის დროა, რომელსაც ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე დაგისვამთ და ყურადღებით მოვუსმინოთ. სად მდებარეობს ლაპლანდია? A. ევროპაში, B. აზიაში, თუ G. აფრიკაში. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ. ახლა მე გაგიმეორებთ ამ შეკითხვას. სად მდებარეობს ლაპლანდია? ჩრდილოეთ ევროპაში, სამხრეთ აზიაში თუ ჩრდილოეთ აფრიკაში? ისმენ? ჩრდილოეთ ევროპაში. აბსოლუტურად მართალი ხარ ელისაბედ, ჩრდილოეთ ევროპაში მდებარეობს ლაპლანდია და ალბათ გინდა რომ ერთხელაც იმოგზაურო. ახალ წელს განსაკუთრებით ემოციური იქნება იქ ყოფნა. კარგით, ამით ჩვენი პირველი ტური დასრულდა. მოდი ვითხარით, აბა როგორი იყო შეკითხვები და როგორ გაართვით თავი. ელისაბედ. ძალიან მარტივი იყო და ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე ვითამაშე. იაკობ, მეორე ტური შენი აზრით უფრო მარტივი იქნება თუ გამარტივდება თუ გართულდება შეკითხვები? გართულდება.
გართულდება. კარგით, მე წარმატებებს გისურვებთ და მაშასე მეორე ტური. მაშასე დავბრუნდით ჩვენ პირდაპირ ეთერში მეორე ტურით და მეორე ტურის შეკითხვები, რა თქმა უნდა, ისევ შობა ახალი წლიდან გამომდინარეობს, თუმცა აქ სამი სავარაუდო პასუხი არ გვაქვს და ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ კონკრეტულ შეკითხვაზე ჩვენი მოსაზრება. მაშასე პირველი შეკითხვა. მზად ხართ? დიახ. რომელ ირემს აქვს წითელი ცხვირი? სახალხო ირემს. და რა ქვია სახალხო ირემს? მინიშნებას მოგცემთ. რუდო? რუდოლფი. ამ შეკითხვაზე სწორი პასუხია რუდოლფი. შეკითხვა მეორე. რა ეწოდება ზღაპრის ბოროტ პერსონაჟს, რომელიც ვერ იტანს შობას? გრინჩი. აბსოლუტურად მართალი ხარ ელისაბედ. გრინჩმა ზღაპარში მოპარა ბავშვებს შობა. ნანახი გაქვთ ალბათ ხო ეს ფილმი? მოგწონთ? ძალიან კარგი. დაასახელეთ ადამიანი ჩვენ სკოლაში, რომელსაც თქვენი აზრით ყველაზე მეტად უყვარს ახალი წელი. ნიკოლოზი. შენ ფიქრობ რომ ნიკოლოზი? შენ რას ფიქრობ? ყველა სკოლის მასწავლებელი. ერთი ადამიანი. აბა? დირექტორს ხოლმე. აბსოლუტურად მართალი ხარ ელიზაბეთ, ყველას მიყვარს ახალი წელი, მაგრამ დირექტორს უყვარს განსაკუთრებით და აი ჩვენი სკოლის მორთვაში მიიღებს ძალიან აქტიურ მონაწილეობას და აი ბავშვებს აძლევს იმის შანსს, რომ ახალი წლის ემოციები ბოლომდე დაიმოწმონ. რა ეწოდება ქართულ სახალხო დეკორაციას, რომელსაც უმეტესად თხილის ხისგან თლიან ხოლმე და თბილეობით რთავენ? ჩიჩილაკი. აბსოლუტურად მართალი ხარ ელისაბედ, გილოცავ ეს დეკორაცია არის ჩიჩილაკი. ჩიჩილაკი გირჩევნია თუ ნაძვის ხეთი? ნაძვის. შენც? ნაძვის ხეთი. თუმცა ჩიჩილაკიც გაქვთ ხოლმე, ხო ახალწელს? აბა ეხლა ერთი გამოცანის დროა, რა თქმა უნდა საახალწლო გამოცანის და იმედი მაქვს რომ ამასაც კარგად გაართვევთ თავს. აღმართ დავატარებთ, როცა ფიფქი ცვივა ციდან. დაღმართებში არხეინად დაგვაქროლებს რა? თოვლი. არ არის თოვლის სწორი პასუხი და კიდევ ერთხელ გაგიმეორებ დააკვირდით. თვითონ აი ამ გამოცანაშივეა მინიშნება. აღმართ დავატარებთ, როცა ფიფქი ცვივა ციდან. დაღმართებში არხეინად დაგვაქროლებს რა? რომელი ანუ ბაკურიანში ყოფილ ხართ? დიახ. ყოფილ ხარ? დიახ. გამოგიყენებია ეს რაღაც? ვითაც სრიალები ხოლმე? ხილამურები. ციგა. კი ბატონო, ამ შეკითხვაზე არის პასუხი ციგა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თვითონმა თქვენგანმა დღევანდელ თამაში აბსოლუტურად აჩვენეთ მაქსიმალურად თქვენი შესაძლებლობები და მინდა რომ იმ ზღაპარში ცხოვროთ, რომელიც ზღაპარიც დაგიდგება ძალიან მალე შობა ახალი წლის სახით და მე გისურვებ წარმატებებს და ძალიან კარგად სწავლას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ბევრ ღიმილს 2025 წელს. ელისაბედ, რას უსურვებდი ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და სრულიად სამყაროს 2025 წელს? ბედნიერებას. იაკობ. წარმატებას. ძალიან კარგი, დღეს ამით გემშვიდობებით, ვისარგებლობთ შემთხვევით და მთელი ჩვენი შემოქმედებითი გუნდის სახელით გილოცავთ გამდეგ 2025 წელს.